პრემიერი. Ახი მე მინდა შეგახსენოთ, სადღაც რადიოში მოვისმინე ამას წინათ, გული გამის ამარჩევნებზე ხო არ აპირებდა, მაგრამ ასაკი არ ქონდა, აპირებს ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი. სხვათა შორის მან ჩემთან ეთერში გააკეთა ეს ტელეკომპანია იმეჯი. მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ყოფილიყავი კახი კალაძის კონკურენტი. რატო? წააგებდი? ეხლა ერთი რაღაცა, მე მთელი ცხოვრება ოცნებობდი გამოსულიყავი ფეხბურთელი და ბოლოს გამოვედი პრეზიდენტი. ამ კაცმა მოახერხა რომ გამოსულიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი სპორტსმენი, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ცხოვრებაში და ეხლა შეიძლება გახდეს პრეზიდენტიც. აი ეს არის მისი დიდითადი უპირატესობა ჩემთვის. საინტერესოა, გისმენთ კახი. მადლობა კომპლიმენტისთვის, ძალიან ისეთი კომპლიმენტი იყო. საპრეზიდენტო გეგმები ცოტა შორეულია, საერთოდ პოლიტიკაში მოსვლა. ამ ბოლოდროინდელი განხორციელებული სიტუაციების გამო ჩემი პოლიტიკაში ცოტა ეჭქვეშ დადგა. გადაიფიქრე პრეზიდენტად დაყენება საკუთარი კანდიდატურის. ნუ რაც შეეხება ხა დასმულ შეკითხვას. ყველაზე მეტად გეშინოდეთ იმ ხალხის, ვინც იძახის, რომ არა აქ უახლოესი გეგმები პრეზიდენტ გახდომის, უნდათ იყოს ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი. გიპასუხებ დასმულ კითხვაზე პასუხს. ნუ წარმატებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებები იყო. მე საქართველოს მახსოვს პატარა ჩემი ბავშვობიდან, მახსოვს გაუბედურებული საქართველო, აი როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა იმ დროიდან, აი თუ გინდ 9 აპრილი გავიხსენოთ, შიდა ომები გავიხსენოთ, ოსეთის დაკარგვა გავიხსენოთ, აფხაზეთის დაკარგვა გავიხსენოთ, ერთმანეთში ეს ომები, ნუ ყველაფერი მახსოვს, რა ყველაფერი ჩემ თვალწინ ჩაიარა, მაშინ სამტრედიაში ცხოვრობდი, ერთჩეულებრივი ბიჭუნა ვიყავი. ამ ყველაფერმა ჩემი ბავშვობის თვალწინ გაიარა, რა თქმა უნდა, საზარელი პერიოდი, უშუქობა, საჭმელი არა, გაზი არა, ხალხის გასაჭირი. და ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ, მაშინ დაუნახავი ადამიანი უნდა იყო, რო ვერ შეხედო ის, რაც გაკეთდა. თუ გინდა ვიძახით, რომ ეს გზები ხო, რაღაც უნდა გაკეთებულიყო. კი უნდა გაკეთებულიყო, გზებიც უნდა გაკეთებულიყო, შუქება, მაგრამ ხო არ ქონდა ეგ, ხო არ იყო არაფერი, ხო? არ შეიძლება ეხლა იმაზე დავიწყოთ საუბარი, რომ არა, ეგ უნდა გაკეთებულიყო, ეგ ჩვენც ვიცით უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, კიდე ბევრი აქვს გასაკეთებელი. კიდე ბევრს გააკეთებენ, მაგაში დარწმუნებული ვარ. ერთ-ერთი უნიშნელოვანესი რაც არის საქართველოს სიძლიერე. საქართველოს სიძლიერე იქნება თუ საქართველოს ერთიანი იქნება. არა ისე, რომ აი მაგალითად ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ სიამოვნებს ეხლა იგივე ოპოზიციის ხარდაჭერს, რომ ეს ხალხი აქ არის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის უჭერს ხარ. შეიძლება ვეზიზღებით კიდეს, რაც მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი თვისებაა რა. არ მგონია რომ ეზიზღებოდეთ, შენ ყველას უყარხარ. არა მე ისე ვიძახარ, რა თქმა უნდა ბევრს უყარო, მაგრამ არის ისეთი ხარდაჭერის მიუხედავად. არის აი ეგ ის გაჩნდა ეხლა საქართველოში რა ერთმანეთის მიმართ. რა მე უცხოეთში ვარ ბოლო წლების განმავლობაში და იქიდან ვადევნებ რა ბოლო თვეების განხორციელებულ მდგომარეობას რა. ეგ მე ვფიქრობ ძალიან ცუდი სენია რა, იმიტომ ქართველები ძალიან ცოტანი ვარ და ეს ერთმანეთის ზიზღი კარგს არაფერს მოგვიტანს რა. კახა, შეცდომა შეგიძლია მითხრა? ანჯერ დავამთავრებ კიდე. წარმატებებზე არ დაგისურვებდი. და რასაც ვიძახი, რომ აი საქართველოს სიძლიერე, ხო? აი ეს ერთმანეთში ეს ცუდის მე ვფიქრობ სიძლიერეს არ მოგვიტანს, იმიტომ ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი საქართველო. თუ ძლიერი არ ვიქენ, ჩვენ ოსეთს ვერ დავიბრუნეთ, აფხაზეთს ვერ დავიბრუნეთ, რა თქმა უნდა, ეგ მე ვფიქრობ ყველა ქართველის მიზანია აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება, როგორც ჩემი, რა. და თუ ძლიერი საქართველო არ იქნება, ეს არ იქნება არასდროს. ნუ შეცდომებს რაც შეეხება, ეხლა კონკრეტულად შეცდომები რა თქმა უნდა იყო, არ არსებობს ისეთი მთავრობა შეცდომები რო არ მითხარი ერთი და კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატთან გადავდივარ შეგი. ნუ არ ვიცი, ეხლა კონკრეტულად შეიძლება ის გამოუძიებელი საქმეები, გამოუძიებელი არა, მაგრამ კონკრეტულად მაინც არ იქნა გახსნილი თუ გინდ გვირგვლიანის მკვლელობა, შეიძლება ეს იყოს რა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ფარდა აიხდება მაინც ყველაფერს და ყველაფერი გაირკვევა რა. და დანარჩენი ეხლა რაც შეეხება, როგორც გითხარით, შეცდომები, ყველა ჩვენ თვითეულ ადამიანსაც აქვს შეცდომები, ეგ ნორმალ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და მით უმეტეს მთავრობა. დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, გავაგზავნოთ საუბარი. თუ არ გააკეთებ რაიმე კომენტარი